ხართ მარტივი სპეკულაცია, როდესაც ზოგიერთი ფსევდოექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ქართული მხარე არიდებს თავს დიალოგს. პირიქით, ქართული მხარე არის ყველაზე უფრო გახსნილი დიალოგისათვის, დღევანდელმა დღემეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმის და კვალად, როდესაც საქართველო განიცდის მოდერნიზაციას და მოდერნიზაცია და ტრანსფორმაციას, ხოლო რუსეთი დღითი დღე მიექანება იქით, საითაც ყოველთვის მიექანებიან ტოტალიტარული რეჟიმები, სხვა შორის მისი კავკასიელი, ჩრდილოკავკასიელი ხალხებისადმი დამოკიდებულება, სწორედ ამის დასტურია, მე დარწმუნებული გახლავართ, რომ ოსებიც, აფხაზებიც და სხვა ეროვნების ადამიანებიც, ვინც ქართული სახელმწიფოს სივრცეში ცხოვრობენ, მიიღებენ ერთადერთ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას. ვუბრობთ ურთიერთ გამომრიცხავ პოზიციებზე. მე მინდა გაგახსენოთ ქართული ვიდეო კლიპები. კერძოდ, გამარჯობა აფხაზეთო, ფსოუს წყალი, ახალგადაღებული კლიპი, სადაც სოფონი ჟარაძე და ნინო სურგულაძე იღებენ მონაწილეობას. მე რამდენადაც ვიცი, ისინი გაკეთდა ხელისუფლების დაკვეთით და აქტიურად ტრიალებს ნაციონალურ არხებზე. სად არიან ბატონო გზა ამ კლიპებში აფხაზები, სად ჩანს მათი ინტერესი ან კულტურა, რომლის დაცვაზეც დღეს გაეროს ტრიბუნიდან ვსაუბრობთ. კონკრეტულად ამ კლიპებში მე არ ვიცი, სად არიან თუ არ არიან აფხაზები, მაგრამ იყო ფილმები, ასევე ძალიან ტირაჟირებული, მათ შორის თუ არ ვწდები გაღმა ნაპირზე და კიდევ რამდენიმე ფილმი, რომელიც ერთ-ერთი აჩვენეს აფხაზურ საზოგადოებასაც, თუმცა იქ გამოიწვია გარკვეული პროტესტიც ამ ფილმის ჩვენებამ. ასე რომ ეს მცდელობები აგრეთვე არის გამოცემული წიგნები, თქვენ იცით რომ საქართველოში გამოიცემა აგრეთვე ძალიან ბევრი წიგნი ამ მიმართულებით, მაგალითად მე თვითონ კლიპები არის ყველაზე ყურებადი, ასე ვთქვათ, თანაც რომლებიც არის ხელისუფლების სურვილით გაკეთებული. მაგალითად ეს ბოლოს ყველაზე კარგად მახსოვს იქ არის სურვილი იმ დევნილებისა, რომ იცხოვრონ თავიანთ სამშობლოში, თავიანთ სახლკარში და ნუ თუ დასაძრახი არის ეს სურვილი. აფხაზეთი არის აფხაზებისაც, აფხაზები არის ყველა შემთხვევაში საქართველოს საზღვარი გადის ფსოუს წყალზე, მაგრამ ფსოუს წყალთან მისვლა არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას განზრახული აქვს აფხაზების განადგურება. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არ იცის, ვინც ამბობს რომ არ იცის, მე მგონი იმათაც ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს დღეს არ უპირისპირდება არც აფხაზებს, არც ოსეთს. საქართველოს უპირისპირდება რუსეთს და მართლა ეგზისტენციური საფრთხე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის იმ კურსისათვის, რომელიც საქართველოს არჩია, სწორედ რუსეთიდან მოდის. უკაცრავად იმ წიგნებზე თემას თუ შეიძლება ძალიან მოკლედ, რადგან არ მინდა მშვიდობიანი კავკასიის თემა გადაცემის მიერ. საქართველოს ძალიან ბევრი წიგნი გამომიცა, მე ძველი გამომცემელი ვარ და სხვა შორის მეც მქონდა იდეა ჩემს მეგობრებთან ერთად რომ გამოცემულიყო წიგნი კავკასია მშვიდობიანი მიწა, აფხაზებისა და ოსების სრულფასოვანი ცხადია ჩართვით იქ, მაგრამ გამოიცა კავკასიელ ხალხთა ფოლკლორი, გამოიცემა სხვადასხვა ხალხების ფოლკლორი ცალ-ცალკე. მე როგორც უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, როდესაც 2-3 წლის წინ როცა იყო ეს ამბავი, მე თვითონ გამოვცემდი იბერიულ კავკასიური ენათმეცნიერებას, მაგალითად ბატონი მიხეილ ქურდიანის ან იბერიულ იჩკერიულ ენათა შედარებით გრამატიკას, გამოცემდი სხვადასხვა მიმართულებით ამ წიგნზე. თქვენ როგორც ფილოლოგმა ძალიან კარგად იცით, რომ კავკასიოლოგიური, მათ შორის ლინგვისტური სკოლა, რომელიც საქართველოში არის ჩამოყალიბებული, არის მართლაც ერთ-ერთი საწინდარი და ქვაკუთხედი ჩვენ შორის ურთიერთობების ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე ვსაუბრობთ ბატონო ნუგზარ და არა გამომცემლის და ფილოლოგიის პოზიციაზე. ეს ასე არ არის. უნივერსიტეტის გამომცემლობა სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ეს, ამიტომ მასში ნაწილობრივ მაინც სახელმწიფო პოლიტიკას აივეკლება. საიდან მოდის მშვიდობიანი კავკასიის იდეა? მას წარსულში ყავდა არაერთი ავტორი, ზვიად გამსახურდიაზე რომ აღარაფერი ვთქვა, თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი 2000 წელს საუბრობდა ამის შესახებ. ერდოღანი საუბრობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. დაახლოებით 1 წლის წინ თუ არ ვცდები, კათალიკოს პატრიარქმაც დაუჭირა ამ იდეას მხარი. დღეს საიდან მოდის ამ იდეაზე საუბარი? რა საფუძველი აქვს მას? დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროში წარდგა როგორც ნამდვილი რეგიონალური ლიდერი იმ ქვეყნისა, რომელმაც სავსებით სწორად განსაზღვრა თავისი ისტორიული ფუნქცია. თქვენ ბრძანეთ ზვიად გამსახურდია და მართლაც მე-20 საუკუნის მიწურულს ზვიად გამსახურდია იყო ის ლიდერი, რომელმაც ეს იდეა პოლიტიკურ სცენაზე გამოიტანა. ამასთანავე ჩვენ სუმცირე ისტორიული ექსკურსი უნდა გავაკეთოთ და ქართველი მეფეების, მათ შორის ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, დავითის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის მაგალითი უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ყველა ეს დიდი და წარმატებული მეფე უკლებლივ ყველა
იყო მათი თვალები იყო მიპყრობილი ჩრდილოეთ კავკასიური გამსახურდია, ერთობისაგან. როდესაც ამაზე საუბრობდა, ჩრდილოეთ კავკასიასაც გულისხმობდა. სააკაშვილი გულისხმობს მხოლოდ სამხრეთ კავკასიას თუ მთელ კავკასიას? არ გულისხმობს დღევანდელ გამოსვლაში. რუსეთის სახელმწიფოში მყოფ ბატონმა პრეზიდენტმა თქვა სავსებით ცხადად, რომ არ არსებობს ჩრდილო და სამხრეთ კავკასია ადამიანთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე ცხადად გაავალა მან სადემარკაციო ზღვარი, რომ არავინ სახელმწიფოების საზღვრების გადახედვას აი ამ მოწოდების კვალად არ აპირებს. მაგრამ ადამიანთა შორის ურთიერთობები, ინტელექტუალური კავშირები, მაგალითად მე მინდა გითხრათ, რომ 27 სექტემბერს საქართველოში იმართება უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კონფერენცია მეცნიერებათა აკადემიაში, ეს არის ეთნოლოგია, არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა. ასევე სულ რაღაც თვენახევარში ლინგვისტური დიდი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაახლოებით 3 თვის შემდეგ ასევე თბილისში დაგეგმილი არის უმნიშვნელოვანესი ამერიკული ფონდის და ქართული უმაღლესი სასწავლებლების ინიციატივით ასევე დიდი კონფერენცია. თუმცა აქ სახელმწიფო ურთიერთობებზეა ბატონო ნუგზარ საუბარი. არა, სწორედ ამას ვამბობ, რომ იქ იყოს ცხადად გავლებული ხაზი, რომ ეს სახელმწიფოებს შორის საზღვრების შეცვლა სავსებით არ ისახავს მიზნად, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ჩვენ ერებს შორის არსებული საუკუნოვანი ისტორიული კავშირები იქნებოდა ეს ეკონომიკური კუთხით, თუ კულტურული გაცვლის კუთხით, ჩვენგან ნახსენები რამდენიმეჯერ ფოლკლორის კუთხით, თუ ეს იქნებოდა პოეტური ფოლკლორი, თუ ეს იქნებოდა თქვა სასიმღერო ფოლკლორი და მთელი რიგი მიმართულებებით, ასევე ის იბერიულ კავკასიური მოძღვრება, რომელიც არნოლდ ჩიქობავას დამკვიდრებული არის ქართულ სამეცნიერო სივრცეში, ყველაფერი ეს, ყველა ის გამოცდილება, რომელიც როგორც პოლიტიკურ წარსულში დაგროვდა ჩვენთან, ასევე როგორც დაგროვდა ჩვენ სამეცნიერო და კულტურულ წარსულში, შეუძლებელია ამის გაწყვეტა. ამიტომ საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი ორი ძალიან მსხვილი მოთამაშე კავკასიაში, რომლებიც ერთი თვის წინ ფაქტობრივად იდგნენ ომის ზღვარზე. როგორ წარმოგიდგენიათ ამ სიტუაციაში მშვიდობიანი კავკასიის იდეა? საქართველოს მიმაჩნია, რომ არის რეგიონული ლიდერი კავკასიაში. საქართველოს არის ყველაზე უფრო სწრაფად ტრანსფორმირებადი ქვეყანა. ეხლა არ მინდა აქ რაღაც დიდი რამბების კილო შემომეპაროს, მაგრამ ეს არის ყველასათვის ცხადი, რომ კორუფციის თვალსაზრისით, დაძლევის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით საქართველოს არის ლიდერი ქვეყანა. საქართველოს ყველას თავაზობს, რაოდენ დაპირისპირებულებიც არ უნდა იყვნენ, სხვადასხვა ხალხები ერთი მეორესთან, ყველას თავაზობს ურთიერთთანამშრომლობის მოდელს, ურთიერთთანამშრომლის სურვილს და უფრო მეტის ურთიერთთანამშრომლობის იდეას. შეიძლება თუ არა რომ ამ იდეას დაუპირისპირდეს რამე, ცხადია შეიძლება რომ დაუპირისპირდეს, მაგრამ ცდელობა საქართველოს ხელისუფლების, ისევე როგორც ყველა პატრიოტულად განწყობილი ხელისუფლების ჩვენი ქვეყნისა იყო ყოველთვის ეს შეკავშირება. მაგალითად, კონფედერაციის იდეა, რომელიც ჩვენი გასული საუკუნის 20-იან წლებში იყო წამოჭრილი 10-იან 20-იან წლებში, სწორედ აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის კონფედერაციის იდეა, სწორედ ამის ცდელობა. ყველას ცალ-ცალკე, სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, საქართველოსაც, ჩრდილოეთ კავკასიასაც ესმის, რომ ერთიანობაში არის ჩვენი ძალა. კავკასიური ერთობა, კავკასიური თუ გნებავთ კულტუროლოგიური ერთობა არის მართლაც საწინდარი იმისა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ბატონო ნუგზა, როდესაც ალიევის ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის კონფედერაციაზე, ესეც ამ იდეის ნაწილია? მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ეს არის თუ არა იმ იდეის ნაწილი, რომელიც დღეს თქვა, მაგრამ დღეს წარმოთქმული იდეა იყო გაცილებით მომცველი. კიდევ ამბობ, საქართველოს როგორც რეგიონალური ლიდერის, საქართველოს როგორც კავკასიური ლიდერის პრეზიდენტის გამოსვლა იყო, ეს გამოსვლა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ იდეას ექნება გამოხმაურება. სხვა შორის საქართველოს პარლამენტში უფრო პოლიტიკურია თუ უფრო კულტურულია? მიმაჩნია, რომ ეს არის კულტურული, სამეცნიეროც, მაგრამ ცხადია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იდეაც. საქართველოს პარლამენტში სხვა შორის შექმნილია კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის ჯგუფი. მე გახლავართ ამ ჯგუფის წევრი. მოხდა ისე, რომ მე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდი ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში და ძალიან კარგად მესმის ის სპეციფიკა, რომელიც დღეს იქ არის და რუსეთის საშინელი როლიც ამ რეგიონისათვის, როგორც ნებისმიერი ქვეყნისათვის, ვისაც ეს იმპერია ესაზღვრება. ჩვენ მივმართეთ ჩრდილო კავკასიელ ხალხებსაც, ჩვენ მივმართეთ მათ პარლამენტებსაც, ჩვენ ძალიან აქტიური ინტერაქცია გვაქვს უცხოეთში მცხოვრებ კავკასიელებთან, ქართული დიასპორის წარმომადგენლები
უშუალო კონტაქტებს ამყარებენ უკვე კარგა ხანი არის იმ ადამიანებთან, ვინც თქვა ცუდ კავკასიიდან არის იქ წასული, ასე რომ მოდელი კავკასიური ერთობისა, რომელიც აქ ვერ შედგა, იმიტომ რომ აქ რუსეთმა აღმართა ბერლინის კედლები მართლაც ერთგან, მეორეგან, მესამეგან და მხოლოდ ავტომატით და არა აიპედით, როგორც პრეზიდენტმა მოსწრებულად დღეს ბრძანა, ცდილობს თავისი ძალაუფლების გამტკიცებას